იქნება ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, რომელიც ადამიანებს კი არ დაყოფს, კი არ იტყვის, რომ ეს ჩემიანია და ის სხვისიანია. შეკრებილები, ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენგანს ამისთვის. მაგრამ ეს დღევანდელი დღე რომელიც ერთად გავატარებთ და ერთად ვირთოვებთ. და ადამიანი, რომელიც ამას კი არ იტყვის, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება, იმისიც ვინც ხმარობას, ვიტყვი რომ ოჩახროეს და ეს ქარხანა ააშენეს და ხალხი ცხოვრობს უკეთესად მეტ. ხო არც ერთ ოპოზიციას არ უთქვია რომ მთავრობას შევაკებო. მიმიყვანებით მაგრად სულადა. აი ამისთვისაც მადლობა რომ ესე მაგრად ხართ და თქვენი მაგრად ყოფნით მადლენ გაიყოს მომავალი პრეზიდენტი. რომელიც საქმესაც გააკეთებიეს, საქმესაც მოთხოვს და სადაც საჭიროა. მარტო იმაზე რომ ველაპარაკებინო, რაღაცა შემოშალა. შეგეშალა 9 წლის დაგრაძის. მადლობა, გამარჯობა. ბატონ დავით არ უყვარ. დიდი მოგესალმებით ყველას და მე მჯერა რომ კიდე ბევრს გავაკეთებთ მომავალ წლებში. სოფელში უნდა გავაგრძელოთ ყველა ცხოვრება და ერთ ქუჩაზე მეზობლებად უნდა და მით უმეტეს კიდე სხვების ლანძღვით საქმე არასდროს არ გაკეთებულა. როცა ჩვენ ერთიანი და ერთად ვიქნებით, მაშინ იქნება საქართველოს მაგარი და ნორმალურად ვიცხოვროთ. უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება ერთ ქვეყანაში. სხვანაირად არ გამეთქი მოგატყუებთ, იმიტომ რომ ზოგადად პოლიტიკოსს ჯერ მე ეს ერთი რაღაცა მჯერა რომ თუმე ვიღაცას და თუმე ვინმე დამიმტკიცებს რომ ნეტა მაშინ გაზი ყოფილიყო, წყალი ყოფილიყო, დენი ყოფილიყო, წესრიგი ყოფილიყო. უნდა მიხურო მართლობა. ამიტომ აუცილებლად ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. სამწუხაროდ ამ პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს მიტოვებულია და ბოლო 1 წლის მანძილზე პრაქტიკულად არაფერი აღარ გაგრძელებულა. სწორედ ამიტომ აქ ისევე როგორც სხვაგან ადამიანებს სჭირდებათ გაკეთებული საქმე, სჭირდებათ შესრულებული დაპირებები, სჭირდებათ დასაქმება, გაზრდილი პენსია, სიღარიბის დამარცხება და ყველაფერი ის რისთვისაც ხმამიცეს ამ მთავრობას 1 წლის წინ. ამიტომ მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანას ყავდეს მომავალი პრეზიდენტი, რომელიც გააკონტროლებს მთავრობას, რომელიც შეასრულებიებს მთავრობას ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს და თვითონაც იმუშავებს იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ხალხი ცხოვრობდეს უკეთესად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას.